ბნელში უკრაინული სინათლე გამოჩნდება. ყირიმში ეს უფრო მართალია, ვიდრე ოკუპირებულ ტერიტორიების ნებისმიერ სხვა ადგილას. უკვე რამდენიმე თვეა უკრაინა ატარებს კამპანიას ყირიმის იზოლაციისთვის, რათა ოკუპირებული ნახევარკუნძული რუსული მხარდაჭერისგან მოწყვეტილ კუნძულად აქციოს. შემდეგ დადგა 2026 წლის 24 ივნისის ღამე. უკრაინამ ყირიმი თავის ისტორიაში ყველაზე ბნელ ღამეში ჩაძირა. მაგრამ რუსეთისთვის ყველაფერი კიდევ უფრო მძიმედ განვითარდა. მოხდა რაღაც ბნელი, რაც მხოლოდ შუქის ჩაქრობას არ ეხებოდა. რაღაც მართლაც ბნელი. ელექტროენერგიის გათიშვის შემდეგ უკრაინამ ყველაფერი გაანადგურა. პირველად წაგიყვანთ ბალაკლავის ელექტროსადგურში, სევასტოპოლის ქალაქში. ეს ქალაქი პუტინისთვის მთელი ყირიმის ოკუპაციის გვირგვინის მარგალიტად ითვლება. ეს შავი ზღვის ფლოტის ბაზა იყო, სულ მცირე, მანამ სანამ ეს ფლოტი უკრაინის მწვინვალი კამპანიამ არ გააძევა რუსეთის სამხედრო გემების წინააღმდეგ ბრძოლაში. მაგრამ ეხლა სევასტოპოლი დაუცველია და უკრაინამ ეს დაამტკიცა 24 ივნისის ღამით განხორციელებული გამანადგურებელი იერიშების სერიით, რომელმაც მთელი ქალაქი სიბნელეში ჩაძირა. ბალაკლავის თბოელექტროსადგური იყო მთავარი სამიზნე და უკრაინის საჰაერო იერიშმა ზუსტად ის გააკეთა, რაც უნდა გაეკეთებინა. ელექტროენერგიის გათიშვა, ოკუპანტების სიბნელეში ჩაძირვა. იმ ღამეს, როდესაც აფეთქებები უკრაინულმა სადამკვირვებლო არხებმა ასევე დააფიქსირეს კერჩში, ბახმუთში, სარაიში და იპეტრის მთასთან ახლოს, რომელიც თავის მხრივ მნიშვნელოვანი ბაზაა. იმის გამო, რომ იქ განთავსებულია რადარის სადგური, რომელსაც რუსული კოსმოსური ძალების რადიოტექნიკური ბატალიონი იყენებს. უკრაინამ აშკარად მიაყენა საკმარისი ზიანი ბალაკლავის ქარხანას, რომ ყირიმის ოკუპანტები ღრმა და ბნელ ღამეში ჩაეგდო. მიყენებული ზიანის მასშტაბის დეტალები ჯერ კიდევ გაურკვეველია, მაგრამ პანიკა, რომელიც ნახევარკუნძულზე რუსი მარიონეტული ხელისუფლების მხრიდან მოდის, ყველაფერს გვეუბნება, რაც უნდა ვიცოდეთ. მოსკოვის მიერ დანიშნული სევასტოპოლის გუბერნატორი მიხაილ რაზვოზაევი ტელეგრამზე გამოვიდა, რათა აეხსნა მომხდარი და განაცხადა, რომ მისი ქალაქი დროებით ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, უკრაინული დარტყმების შედეგად ინფრასტრუქტურაზე. შემდგომი პოსტებით გუბერნატორმა უცნაური განცხადებები გააკეთა, თითქოს საჰაერო თავდაცვის, მობილური ცეცხლსასროლი ჯგუფებისა და რუსეთის სამხედრო და ავიაციის ერთობლიობამ უკრაინის შეიარაღებული ძალების ორი შეტევა მოიგერია და ამ პროცესში 70 დრონი ჩამოაგდეს. მაგრამ მოიგერიეს საინტერესო სიტყვების არჩევანია. რუსეთის საჰაერო თავდაცვა ცდილობდა უკრაინის თავდასხმების შეჩერებას ყირიმზე. თუმცა აშკარად ვერ შეძლეს ამის გაკეთება და რაზოზაევმა ეს უნებლიედაც კი გაამჟღავნა ერთ-ერთ განახლებაში, სადაც დაადასტურა, რომ ელექტროენერგია ჯერ კიდევ არ ადგენილა ლენინისა და გაგარინის რაიონებში, ასევე სევასტოპოლის რამდენიმე ქუჩაზე. რაზვოზაევო ვერ იტყვი, რომ თავდასხმა მოიგერიეთ, როცა მთელი ქალაქი ამ თავდასხმების გამო სიბნელეშია ჩაძირული. რაც რაზვოზაევს თავის ტელეგრამ პოსტებში არ უთქვამს, ისაა, რომ ყირიმს ელექტროენერგიის პრობლემები უკვე ჰქონდა უკრაინის 24 ივნისის დარტყმამდე. ყირიმის დიდ ნაწილში ელექტროენერგიის ეტაპობრივი გათიშვები უკვე 23 ივნისს დაიწყო, რასაც ხელისუფლება პრევენციულ ზომად ასახელებდა. რასაც ისინი თითქოს უნდა აეცილებინათ თავიდან, ზუსტად არ არის ნათელი. The Kyiv Independent იუწყება, რომ ამ ეტაპობრივმა გათიშვებმა უკვე ყირიმის ნახევარზე იმოქმედა და ეს შემთხვევით არ მომხდარა. ისინი მოჰყვა უკრაინის თავდასხმას კერჩის თბოელექტროსადგურზე მდებარე სატავის რეზერვუარებზე. დაიმახსოვრეთ კერჩი, ჩვენ მასთან ისევ დავბრუნდებით. რუსი მარიონეტი და ოკუპაციის წარმომადგენელი ოლეგ კრიუჩკოვი ასე განმარტავს სიტუაციას. ჩვენ თითქმის ყოველდღე ვხედავთ თავდასხმებს ყირიმის ენერგოინფრასტრუქტურაზე. მიმდინარეობს მანევრირება და ენერგიის გადანაწილება. შემოვებულია პრევენციული ელექტროენერგიის გათიშვის გრაფიკები. თუ ყირიმის ელექტროსისტემაში გადატვირთვა მოხდება, ისინი პერიოდულად ამოქმედება. ყველაფერი სიტუაციაზეა დამოკიდებული. სიტუაცია ბევრად უფრო დამძიმდა. ნახევარკუნძული, რომელიც ძირითადად უკრაინის მატერიკზეა დამოკიდებული ელექტროენერგიისთვის, კი ისთვის ახლა ითიშება. და უკრაინამ ახლახან დაარტყა იმ ცოტა ელექტროსადგურიდან ერთ-ერთს, თავად ყირიმში, რათა კიდევ უფრო გაამძაფროს სიტუაცია. პანიკის მიღმა რაზვოზაევმა ასევე სცადა შთამაგონებელი ფიგურა ყოფილიყო ოკუპანტებისთვის, რომლებსაც უკრაინამ სიბნელეში ჩააგდო. ისინი ვერ შეგვაშინებენ სინათლის არქონით. ჩვენ უარესიც გადაგვიტანია და ეხლაც გაუძლებთ, განაცხადა სევასტოპოლის გუბერნატორმა, თანაც მორიდებით ურჩია მოსახლეობას, რომ ალბათ კარგი იდეაა ტელეფონების ბატარეის დაზოგვა, თუ სურთ საგანგებო ზარების განხორციელების შანსი გქონდეთ. ირონია, ისინი ვერ შეგვაშინებენ მართლა. რეჟიმის მარიონეტ გუბერნატორისგან, რომლისთვისაც უკრაინის ენერგოსისტემაზე თავდასხმა, განსაკუთრებით ზამთარში, ერთ-ერთ მთავარ სტრატეგიად იქცა უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობის დასაშინებლად და ქვეყნის მთავრობისთვის ზეწოლის მოსახდენად ეს განცხადება ცარიელ სიტყვებად ჟღერს. საბოლოო ჯამში მხოლოდ 2 ივნისს რუსული რაკეტებისა და დრონების შეტევამ უკრაინის 8 რეგიონი ელექტროენერგიის გარეშე დატოვა და რუსეთმა საჰაერო კამპანია წამოიწყო უკრაინის ენერგოსისტემის წინააღმდეგ, რის შედეგადაც ქვეყნის უმეტეს რეგიონში ელექტროენერგიის გათიშვა გახდა საჭირო, რათა ზამთარი როგორმე გადაეტანათ. მოქმედებისკენ მოწოდება ყირიმში არ იმუშავებს, განსაკუთრებით მაშინ, როცა მისი ოკუპანტები იძულებულნი არიან იგრძნონ სპეციალური სამხედრო ოპერაციის შედეგები, რომელიც როგორც მათ უთხრეს, ამ დროისთვის უკვე დიდი ხნის დასრულებული უნდა ყოფილიყო.
რაც აქვიხილეთ, ეს იყო უკრაინის მცირე შურისძიება, რომელიც თან ახლავს მასიურ სტრატეგიას, რომლის მიზანიცაა ყირიმის იზოლაცია და ნახევარკუნძულის რუსეთისთვის შეუფერებელი გახდება. ყირიმში ცვლილება ხდება. მაგრამ პუტინისთვის და მისი გარემოცვისთვის ყველაზე ცუდი ისაა, რომ 24 ივნისი მხოლოდ მთავარი მომენტი იყო. როდესაც სევასტოპოლის სიბნელეში ჩაიძირა, სწორედ იმ ღამის წინა საღამოს, სანამ უკრაინამ ყირიმს ყველაზე ბნელი ღამე მოუწყო, მან ყველაზე მძაფრი ღამეც მოუტანა. 63 მიზნეზე განხორციელებული ოპერაციის კულმინაცია მოხდა, როდესაც უკრაინის უპილოტო სისტემების ძალებმა დაამატეს 2 გამშვები, საჰაერო თავდაცვის ქვემეხი და რადარი, რაც მხოლოდ ივნისში განადგურებული 23 რუსული საჰაერო თავდაცვის საშუალების ანგარიშს შეავსო. იუთხება ევრომაიდანის პრესა. მაგრამ ეს მხოლოდ ნაწილი იყო. საწოვის ობიექტები, 3 ძვირად ღირებული რუსული დრონი და კიდევ მრავალი სხვა მიზანი შეემატა იმ 60-ს, რომლის განადგურებაც უკრაინის უპილოტო სისტემების ძალებმა მოახერხეს. ელექტროენერგიის გათიშვანდი. აქ ბევრი რამ გვაქვს მოსაყოლი, ასე რომ დარჩით ჩვენთან. ბახმუტის მახლობლად უკრაინამ დაარტყა პანცირს S1 სისტემას. ცოტა მოშორებით კოროტნაში უკრაინის დრონებმა გაანადგურეს საჰაერო თავდაცვის ქვემეხი და სამასიის გამშვები. კერჩიც დაარტყეს. გითხარით, გავსოდეთ ეს და მან დაკარგა ნებოუ რადარი და კიდევ ბევრი სხვა რამ. უკრაინამ ასევე ინსად დაიმიშნა ნავთის სატანკოებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რომლებიც აშკარად კრემში უნდა ჩასულიყვნენ და დაეხმარებოდნენ ნახევარკუნძულზე მზარდი საწვავის კრიზისის შემსუბუქებას. ორლივკაში, რომელიც დონეცკის ოლქშია, უკრაინამ საწვავის სარკინიგზო სატანკო გაანადგურა. მომარაგების ტრანსპორტიც გაანადგურეს ზაპოროჟიეში, პრიაზოვსკის რეგიონთან ახლოს. და ევრომაიდანის პრესის მიხედვით კიდევ ბევრი საწვავისა და მომარაგების კოლონა გაანადგურეს როგორც ყირიმში, ასევე 4 ოკუპირებულ ოლქში. ასევე უკრაინამ გაანადგურა დრონები ყირიმში, ასევე დრონების პილოტების სასწავლო ცენტრი დებალცეოში. ყველაფერი, რასაც უკრაინა მიზანში იღებს, ზუსტად ხდება და ნელ-ნელა პუტინის კონტროლი ყირიმზე სუსტდება. დაუბრუნდეთ კერჩს, რადგან ამ რეგიონში საჰაერო თავდაცვის სისტემის განადგურება შორს იყო ერთადერთი რამ, რაც უკრაინამ მოახერხა მასშტაბური დარტყმების სერიაში. კიევ-პოსტი იუწყება, რომ უკრაინამ ასევე დაარტყა ნავთობის საწავს კერჩის საზღვაო პორტში. ეს განმეორებითი დარტყმა იყო. საწავი უკვე იწოდა 21 ივნისს განხორციელებული დარტყმის შემდეგ. ამიტომ უკრაინამ კიდევ ერთხელ დაარტყა, რომ ცეცხლი არ ჩამქრალიყო. უკრაინამ ასევე დაარტყა სატესტო ტერმინალის ნავთობპროდუქტების გადაზიდვისა და შენახვის კომპლექსი, რომელსაც რუსეთი იყენებს როგორც ლოგისტიკურ ჰაბს, რათა გადაჰქონდეს თხევადი ბუნებრივი აირი და ნავთობპროდუქტები ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მათ შორის ყირიმში. ამ დარტყმების კადრები საჯაროდ გაავრცელა სუპერნოვა პლუსის ტელეგრამ არხმა, ასე რომ რუსეთს უარყოფის საშუალება აღარ აქვს. ასევე იყო თბოელექტროსადგურზე დარტყმა, რომელიც ადრე ვახსენეთ, რომელმაც მინიმუმ 1 საწვავის საწავი გაანადგურა და გამოიწვია თითქმის 50 კილომეტრამდე გადაჭიმული კვამლის სვეტი, როგორც ამის შესახებ კიევის ქარი ტელეგრამ არხი იუწყება. კიევ-პოსტი ამატებს, რომ ხანძრები დაფიქსირდა კერჩის შესასვლელთან, სადაც რუსეთი S300 და S400 საჰაერო თავდაცვის სისტემებს ათავსებს, ასევე იუჟნაიას სარკინიგზო სადგურზე, რომელიც ასევე ქალაქში მდებარეობს. თუ კერჩი თქვენთვის ნაცნობად ჟღერს, ეს იმიტომ, რომ ამ რეგიონში ცნობილი კერჩის ხიდიც მდებარეობს, რომელიც რუსეთს საშუალებას აძლევს ჯარები და მარაგები მატერიკიდან ოკუპირებულ ყირიმში გადაიტანოს. ამ ხიდზე მოძრაობა შეჩერებული იყო დილის 7 საათისთვის უკრაინის მასობრივი დარტყმების დღეს. მეტი გინდათ, უკრაინამ ასევე დაარტყა ნასოსნაია 2-ის ელექტროსადგურს საბჭოთა რაიონში, ყირიმში. ეს დაადასტურეს ნასას ფერმის თანამგზავრებმა, რომლებმაც ხანძარი დააფიქსირეს ადგილზე. ასევე თვითმხილველების ცნობებმა ძლიერი აფეთქებების შესახებ, რომლებიც დაახლოებით ღამის 2 საათზე დაიწყო, იუწყება კიევ-პოსტი. ამ დარტყმამ ასევე გამოიწვია ელექტროენერგიის გათიშვა, ასე რომ ეს კიდევ უფრო მეტ სიბნელეს ამატებს 24 ივნისს მომხდარს. უკრაინის დრონებმა ასევე გამოიწვიეს ხანძარი არაბათის ხელზე. თქვენ შეიძლება იფიქროთ, რომ დარტყმები დასრულდა. რუსეთს ნამდვილად ექნებოდა იმედი, რომ ასე იქნებოდა 23 და 24 ივნისს, მაგრამ კიდევ არის. სანამ ყველაფერს განვიხილავთ, რაც უკრაინამ გააკეთა, ამოისუნთქეთ ერთი წამით და გამოიწერეთ სამხედრო შოუ. თუ ეს არის ის ტიპის ანალიზი უკრაინის ომზე, რომლის ნახვაც გსურთ, ჩვენ ყოველდღე ვაქვეყნებთ ასეთ ვიდეოებს. მზად ხართ მეტი გაიგოთ. 23 ივნისს უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალებმა, ანუ SSO-მ, Thread-ის სოციალურ პლატფორმაზე დიდი განცხადება გააკეთეს. ოდიში, მაგრამ აქ ოფიციალური და სასტრაფო საქმე გვაქვს. რკინიგზის ხიდი ჩრდილოეთ ყირიმის არხზე ყირიმში აღარ არსებობს, განაცხადეს SSO-ს წარმომადგენლებმა, აშკარა ირონიით. შემდეგ კი მიანიშნეს, რომ ზუსტად აჩვენებდნენ რა მოხდა და ეს დაპირება შეასრულეს დარტყმის ვიდეოთი, სადაც ჩანს, რომ უკრაინის დრონებმა ხიდი სრულიად გაანადგურეს. ხელახლა და ხელახლა ვხედავთ დრონების ხედვას, როცა ისინი ხიდზე სამიზნეებს ურტყამენ. შეტევის ბოლოს ხიდის ერთი მონაკვეთი მთლიანად ჩამოინგრა.
რკინიგზის ხაზი, რომელსაც რუსეთი იყენებს ყირიმში მარაგების გადასატანად, განადგურდა. და როცა ეს ყველაფერი ადგილზე მყოფმა ოპერატორებმა დაადასტურეს, უკრაინამ ასევე მიზანში ამოიღო სარემონტო ტექნიკა, გარდა ხიდის ნარჩენებზე დართვისა. კიდევ ერთხელ იმის უზრუნველსაყოფად, რომ რუსეთს სწრაფად არ შეეძლოს ხიდის ადგენა და მისი კვლავ ამუშავება. დამატებითი დეტალები გაზიარებულია კიევ-პოსტში. მათ ამბობენ, რომ საუბარია ხიდზე, რომელიც მდებარეობს როზდოვნას სოფლის მახლობლად და თავდასხმა მოხდა 22 ივნისს, მიუხედავად იმისა, რომ ამის შესახებ ერთი დღით გვიაქვთ იმპროდა ინფორმაცია. ასე რომ გვაქვს 3 ერთმანეთის მიყოლებით დღე, როდესაც განხორციელდა დამანგრეველი დარტყმები, რომლებიც ყველა მიმართულია ირიმის ოკუპანტების დასაზიანებლად. მართალია, სწორედ ეს გააკეთა ამ დარტყმა. დანგრეული ხიდი და სარკინიგზო ხაზი იყო სამხედრო ლოგისტიკური ქსელის ნაწილი, რომელზეც რუსეთი ეყრდნობა მარაგების, ჯარისკაცების, ტექნიკისა და საწვავის ყირიმის გავლით და ხშირად სამხრეთ უკრაინაში გადასაყვანად. სხვათა შორის თქვით 3 დღე, უпростоრად თითქმის 1 კვირაა დარტყმები გრძელდება. ეს იგივე ხიდი ასევე დაზიანდა 22 ივნისის ხიდის დარტყმამდე რამდენიმე დღით ადრე, სხვა უკრაინულ თავდასხმებთან ერთად, რომლებიც მიზნად ისახავდა ყირიმის უკრაინის მატერიკთან დამაკავშირებელ გადასასვლელებს. და რადგან უკვე საუბრობთ უკრაინულ დარტყმებზე, გასული კვირის განმავლობაში შეგვიძლია რამდენიმე სხვაზეც გიამბოთ, რომლებიც ყველა არ ეხება ყირიმს. 20 ივნისს უკრაინამ დაარტყმა ტიუმენის ნავთობის გადამამუშავებელ ქარხანას, რომელიც დაახლოებით 2000 კილომეტრითაა დაშორებული უკრაინისა და რუსეთის საზღვარს. ასევე ვიხილეთ განმეორებითი თავდასხმები პორტ-კავკაზზე 21 ივნისიდან, რომელიც რუსეთში მდებარეობს. ეს არის რუსეთის ტერიტორია, მაგრამ რეგულარულად მასპინძლობს ბორანებს, რომლებიც ყირიმის დასავლეთ სანაპიროზე ამარაგებენ ტვირთებს. პორტში ხანძარი დაფიქსირდა და რამდენიმე ბორანი, რომელსაც რუსეთი დროებითი ლოგისტიკური გემების სახით იყენებდა, დაზიანდა. ჩვენ აქამდეც გვინახავს, როგორ ახორციელებდა უკრაინა მასშტაბურ დარტყმებს, მაგრამ ასეთი რამ ჯერ არ ყოფილა. რამდენიმე დღეში უკრაინამ მნიშვნელოვნად გაამკაცრა თავისი სტრატეგია, რომ ყირიმი მოთვეტილი იყოს ოკუპანტებს უკრაინის მატერიკიდან, ასევე რუსეთიდან შემოტანილი მარაგებისგან. საჰაერო-თავდაცვა განადგურებულია, ნავთობის საცავები იწვის, მთელი ლოგისტიკური არტერიები ამოწურულია. და როცა ამ ვიდეოს ქმნით, ყირიმის დიდ ნაწილში ელექტროენერგია ისევ გათიშულია და როგორც ჩანს, ნახევარკუნძულზე დაწესებულ როტაციულ ელექტროგათიშვებს დასასრული არ უჩანს. უკრაინამ ყირიმს ყველაზე ბნელი დღე მოუტანა, როგორც სასტიკი თავდასხმების სერიის კულმინაცია, რომელიც ნახევარკუნძულს დასუსტებებას ემსახურება. და ამჟამად ყირიმის რუსეთის ოკუპაცია სრულიად საშინო მდგომარეობაში. უკრაინის უპილოტო სისტემების ძალების მეთაურმა რობერტ ბროუდიმ უკვე გააფრთხილა ყირიმის ოკუპანტები ამ ყველა თავდასხმის შემდეგ. მოსკოვი დაეცემა ყირიმში. SPS-ის ფრინველები გააგრძელებენ თავიანთ საქმეს. დაივრიალა ბროუდიმ ტელეგრამის პოსტში 23 ივნისს. და ის იყო მანამდე, სანამ სევასტოპოლში ელექტროენერგია გაითიშებოდა. მაგრამ რუსებმა ყირიმში იციან, რომ ის სერიოზულია. პირდაპირ ვთქვათ, ალბათ ფიქრობენ, როგორ შეიძლება აქედან კიდევ უფრო გაუარესდეს. ისინი უკვე უკავდებიან ელექტროენერგიის გათიშვებს და თითქმის ყოველდღიურად ხედავენ კიდევ უფრო მეტ უკრაინულ დრონს თავიანთ ცაში. და ამ ყველაფერთან ერთად, უკრაინის იზოლაციის სტრატეგია ნახევარკუნძულს ყველაფრისგან აცილებს. მაგალითად ავიღოთ საწვავი. უკრაინა ნავთობის საცავებსა და საწვავის სატვირთოებს უმიზეთვირთოებს უმიზეზოდ არ ესხმის თავს. ყოველ ჯერზე, როცა რუსული ნავთობი იწვის, ყირიმი კიდევ უფრო ღრმად ეშვება საწვავის კრიზისში, რომელმაც უკვე მოიცვა ნახევარკუნძული. დაახლოებით იმავე დროს, როცა უკრაინა დარტყმების სერიას ახორციელებდა, ყირიმის ხელისუფლებამ სამოქალაქო პირებზე საწვავის გაყიდვაზე მასშტაბური აკრძალვები დააწესა, რადგან ნახევარკუნძულზე საწვავის შემცირებული მარაგი გადაუდებელი სამსახურებისა და რუსეთის სამხედროებისთვის ინახება. რუსეთის მიერ დანიშნულმა ყირიმის ლიდერმა სერგეი აქსიონოვმა საწვავის გაყიდვაზე აკრძალვა ჯერ სევასტოპოლში, შემდეგ კი ყირიმის დანარჩენ ნაწილში დააწესა. ნახევარკუნძულზე საწვავი ჯერ კიდევ მიეწოდება. როგორც ერთმა გაღიზიანებულმა მძღოლმა უთხრა BBC-ს, ბენზინგასამართ სადგურზე ბენზინი არის, მაგრამ არ ყიდიან. როგორც ჩანს, საწვავი ღამით მიიტანეს და დღის განმავლობაში ჩვეულებრივ უნდა დაეწყოთ გაყიდვა, მაგრამ აქსიონოვის ბრძანების შემდეგ ყველაფერი დახულეს. მაგრამ ეს გვიჩვენებს, რომ ყირიმში საკმარისი საწვავი არ შემოდის. ეხლა საწვავს ნორმირებით გასცემენ და ამით ყველაზე მეტად რიგითი ადამიანი ზარალობს ნახევარკუნძულზე. ნებისმიერი სამუშაო, რომელიც მანქანის მართვას მოითხოვს, პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა და ის, რაც რუსებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი საკურორტო ადგილი უნდა ყოფილიყო მატერიკზე, ახლა ზონად იქცა, სადაც წასვლას ყველა ერიდება. უკრაინის ახალი ხმის ინფორმაციით, ტურების დაჯავშნა უკვე 48%-ით შემცირდა 22 ივნისამდე 2 კვირაში და ეს მხოლოდ გაუარესდება ყირიმის ერთ-ერთი მთავარი შემოსავლის წყაროსთვის. რკინიგზისა და ტრანსპორტის შეფერხებებმაც დააზარალა ნახევარკუნძული, იუწყება კიევის პოსტი. ნახევარკუნძულის მთავარი სარკინიგზო ოპერატორი Grand Service Express-ი უკვე აცხადებს, რომ ყველა ტავრიის მატარებელი, რომელიც ყირიმს ტოვებს, ახლა მხოლოდ კერჩიდან დაიწყება, ხოლო ყველა ჩამოსული მატარებელი იქ დასრულდება. ყველა ვისაც სურს ნახევარკუნძულის სიღრმეში წასვლა, ავტობუსით უნდა იმგზავროს. საჯარო ტრანსპორტის ტურები შემცირდა და სავაჭრო ცენტრები მუშაობის საათებს ზღუდავენ. არა რომ სუპერმარკეტში მისვლას დიდი სარგებელი მოქონდეს. 9 ივნისს TVP World-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის ხელისუფლება საკვების დეფიციტზე საუბრობს, რადგან უკრაინის თავდასხმები ყირიმის ლოგისტიკაზე თავის შედეგს იძლევა.
ჩვენ ასევე ვერთვეთ ფიქრს, რამდენ ხანს ივლიან მატარებლები კერჩში. ახლა როცა უკრაინამ ნათლად მიანიშნა, რომ ამ რეგიონს ძლიერად და განმეორებით დაარტყამს. ასევე არსებობს უფრო უცნაური ნიშნები იმისა, რომ უკრაინის იზოლაციის სტრატეგია კირიმისთვის მუშაობს. მაგალითად, აქსიონოვმა გამოაცხადა, რომ ყველა საბავშვო ბანაკი შეჩერდება მინიმუმ 1 სექტემბრამდე, როგორც იუწყებიან უკრაინული დათქმების შიშის გამო. მაგრამ უკრაინა სამოქალაქო პირებს არ ესმის თავს. შეჩერების რეალური მიზეზი ისაა, რომ საწვავის კრიზისი, რომელიც მთელ ყირიმში ვრცელდება, იმ ავტობუსებს, რომლებიც ბავშვებს ამ ბანაკებში გადაჰყავთ, ისეთ ფუფუნებად აქცევს, რომელსაც ყირიმი ვეღარ გაწვდება. ყირიმში ასევე შემოიღეს ღამის საათებში მოტოციკლების, მოპედების, სკუტერების, სპიდბაიკების, კვადროციკლების და მსგავსი ტრანსპორტის მოძრაობის აკრძალვა. ისევ, ეს თითქოს საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად კეთდება, რადგან ამ სატრანსპორტო საშუალებების ხმაური ხელს უშლის საჰაერო თავდაცვის ჯგუფების მუშაობას, რომლებიც უკრაინის დაუსრულებელ დრონების ტალღებთან ბრძოლას ცდილობენ. და აი ყველაზე უცნაური ნიშანი უკრაინის წარმატების ყირიმში. საჰაერო განგაშის სირენები შეჩერებულია. ოკუპანტები ახლა იღებენ ტექსტურ შეტყობინებებს და საგანგებო გაფრთხილებებს დრონების გამოჩენისას, რაც არ არის კარგი სტრატეგია, როცა გადაბმული ელექტროენერგიის გათიშები ტელეფონების დატენოს ართულებს. ოლეგ კრიუჩკოვი, რომელიც აქსიონოვის მრჩეველია, ამბობს, რომ საჰაერო განგაშის სირენების გამოყენება ნახევარკუნძულზე ქაოსს შექმნის. რატომ? იმიტომ, რომ ისინი 22 საათის განმავლობაში იმუშავებენ დღეში, მათ შორის 7-8 ღამითაც. რაც ოკუპანტებს შეუძლებელს გახდის იცხოვრონ იმ ცხოვრებით, რომლის აშენებასაც ცდილობდნენ ნახევარკუნძულზე. საქმე იქამდე მივიდა, რომ უკრაინის დრონების თავდასხმები იმდენად მუდმივი და წარმატებულია, რომ შექმნა სიტუაცია, სადაც საჰაერო განგაშის სირენები აღარ გამოიყენება, რადგან ისინი მთელი დღის განმავლობაში იმუშავებდნენ. უკრაინული მარკუჟი უფრო და უფრო უჭერს ხელს ყირიმს. აქ ჩვენ ხედავთ ბლოკადას, რომელიც არაფერს გავს. ტერიტორიის გარშემო ალყაში მოქცევა, რათა მარაგები ვერ შევიდეს ან გამოვიდეს, ახალი სტრატეგია ნამდვილად არ არის. ეს სტრატეგია 1000 წლეულებია სამხედროების მიერ გამოიყენება. მაგრამ ის გზა, რომლითაც უკრაინა ამას აკეთებს, აქამდე არასდროს გამოყენებულა. ათასობით დრონი ანადგურებს ყირიმის ლოგისტიკას და ნახევარკუნძულს დაუცველად ტოვებს დარტყმებისთვის, რომლებიც როგორც ჩანს, უკრაინას ახლა სურვილის ამებს შეუძლია განახორციელოს. უკრაინამ ეს ყველაფერი მოეწყო მეთოდურად. 2025 წლის განმავლობაში ყირიმის საჰაერო თავდაცვის სისტემების დასუსტებით, პარალელურად კი შეიმუშავა საშუალო დისტანციის დრონების ტექნოლოგია, რომელიც ახლა საშუალებას აძლევს დაარტყას რუსეთის ლოგისტიკურ არტერიებს, რომლებიც ყირიმს ემსახურება. ეხლა ჩვენ ხედავთ მთელი ამ მძიმე შრომის კულმინაციას. 24 ივნისს უკრაინამ ოკუპირებულ ყირიმს მის 12 წლიან ისტორიაში ყველაზე ბნელი დღე მოუტანა. ამ დღემდე კი უკრაინამ ყირიმს ყველაზე მძაფრი დღეები აჩვენა, რაც კი ოდესმე გამოუცდია. მაგრამ როგორც პროუდი ამბობს, კიდევ ბევრად მეტი მოდის. ბნელი დღეები კიდევ უფრო გაშავდება, როცა უკრაინის დრონები ცასა ავსებენ. და სინათლე მხოლოდ მაშინ დაბრუნდება ყირიმში, როცა უკრაინის საქმე დასრულდება და იზოლაციის სტრატეგია გამოიწვევს ოკუპანტების მასობრივად დატოვებას ყირიმიდან. პუტინის ყირიმი დასრულდა. და მას არაფრის გაკეთება არ შეუძლია, რომ ეს შეაჩეროს. ის, რაც ოდესღაც პუტინის ყველაზე ძვირფასი დაპყრობა იყო, ეხლა ისეთ სტრატეგიულ ტვირთად იქცა, რომ მალე რუსეთს მოუწევს აღიარება. ყირიმის შენარჩუნება უფრო მეტ პრობლემას ქმნის, ვიდრე სარგებელს. უკრაინის სტრატეგია გენიალურია, გამანადგურებელი და თქვენ ბევრად უფრო მეც გაიგებთ მასზე, თუ ნახავთ ჩვენს დეტალურ ანალიზს იმის შესახებ, თუ როგორ იზოლირებს უკრაინა ნახევარკუნძულს და როგორ ამზადებს მას დერუსიფიკაციისთვის. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, არ დაგავიწყდეთ გამოიწეროთ The Military Show, რადგან ჩვენ ვაკვირდებით უკრაინის დარტყმებს ყირიმსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე. მადლობა ორებისთვის.